მოგესალმებით მაყურებლებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რამდენად საშიშია ამაზონის მდინარე. ამაზონი სამხრეთ ამერიკაში მიედინება და ამჟამად ითვლება ბუნების საოცრებად. მდინარის სიგრძე 6400 კილომეტრს აღწევს, ფართობიც კი მილიონობით კვადრატული კილომეტრია. მდინარე ტოვებს თავის გზას ჯუნგლებში, რომელიც საოცრია მცენარეებითა და ცხოველებით, მაგრამ ის, რაც აქ ამოუცნობი და საშიშია, ხშირად სიცოცხლისთვის დამანგრეველია. მაგალითად პირანიები, პატარა, მაგრამ ძალიან აგრესიული თევზები. მათ კბილებს ადამიანის ხორცი უმალ აღიდგომს და კადრებში ხშირად ჩანს, რომ ჯგუფურად ისინი ყველაფერს ანადგურებენ, რაც წყალში ჩაეშვება. ანაკონდა, გიგანტური გველი, რომელიც მდინარის სიღრმეში ცხოვრობს. მისი სხეულის სიგრძე აღწევს 8-9 მეტრს. ელექტრონული გველთევზა მის დარტყმას შეუძლია 600 ვოლტამდე ელექტროშოკი მიაყენოს, რასაც შეუძლია ადამიანის გულის გაჩერება გამოიწვიოს. დინება და ბუნებრივი საფრთხე. მაგრამ ცხოველებზე მეტი საფრთხე როდის არსებობს. მდინარის დინებები წარმოუდგენლად ძლიერია, განსაკუთრებით წვიმის სეზონზე და თუნდაც გამოზრდილ მცურავს შეუძლია ჩაითრიოს. გარდა ამისა, წყლის ტემპერატურა და მტვრის სქელი ფენა ხშირად ხელს უშლის უსაფრთხო მოძრაობას. ადამიანის ინციდენტები. ამაზონის მდინარე არაერთ ადამიანს დაუდგა სიცოცხლის საფრთხეში. ზოგჯერ ინციდენტები ხდება არანებთან, ანაკონდებთან ან უბრალოდ ძლიერი დინების გამო. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა საფრთხე რეალური არ არის. ბევრი ადამიანის გადარჩენა ხდება ადგილობრივი მცხოვრებლებისა და გამოცდილი გიდების დახმარებით. ამაზონის მდინარე სავსეა სიცოცხლის სილამაზით, მაგრამ მასში იმალება სერიოზული საფრთხეები. მოკლედ, ესეთი საშიში არის ამაზონის მდინარე. სადაც არიან ესეთი საშიშები, როგორიც არის ანაკონდა, პირანია თუ გველგესლა. ეხლა კი გემშვიდობებით, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ახი, რომ მოტივაცია მქონდეს შემდეგი ვიდეოსთვის. ეხლა კი გემშვიდობებით, ნახვამდის.